სამსახური. მე ასევე სოლიდარული ვარ აი თქვენ ბატონი რამიშვილებთან ეცალა, ხო მე ვფიქრობ რომ არა ადამიანობა არის, უწესობა არის. სამი მცირეწლოვანი შვილების მამა საერთოდ გაიმეტოს ციხისთვის. და მით უმეტეს ესე სასტიკად და საშივად ეს ამნისტია მე გულწრფელად გეუბნებით პირველი მე მგონი მე ვთქვი დაფრინვა ქართული საზოგადოების ესენი მონამორჩილი გახდათ გზანის ციხეში ჩემი მიზნები მქონდა ჩემ გადამღებ ჯგუფს დავყევი და მინდოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდე კაი თქვენი მიზნები ქონდა და იმათი მიზნების გამო არ იყავით იმ ციხეში არა საერთოდ რა არის ეს აი აუ დღეს აი მე მასაკულს გადაგევნებით ნასიამონები ვარ რაც მე იქ ნახე მე დღეს გავიცანი ბატონი ახალაია გავიცანი მისი მოადგილე ციხის უფროსი ყოველ შემთხვევაში мотиваცია ჩემი იყო რომ პრემიერ-მინისტრი მომეწოა ეთერში და დამტკიცდა რომ ამ კვირას რომელიმე დღეს გადაწყდება ალბათ დეტალების პრესებში ჩვენი სტუმარი იქნება და მე მართლა მკითხეს იქ და მე ერაფერი ვერ ნახე პირველ ჯერზე რაღაც ფასადური პოტენციალის ის მეგონა და ბატონმა ბაჩო ახალაია შემოთავაზა დაგათვალიერებინებ რას გინდათ მოდით და ნახეთ და სიმართლე გითხრათ გაუცებული ვიყავი მე წამოვიღე კიდევაც კვების მენიო უცნაური რამ არის მე არ მეგონა ესეთი კარგი კვება იქნებოდა იქ არ მეგონა კაფეში შემიყვანეს კაფეში დავჯექი და სიგარეტი მქავებული მომეწონა იქ ვიღოდა ვიღა ესეთი ყოველ შემთხვევაში თუკი აი თქვენ ბრძანებთ სახელმწიფოებრიობაზე და მარადილ ცნებებზე რაღაც აი მე პოზიტიური დავინახე იმ მხრივ რომ კვება ნორმალურია განათება არის არ გნევა დერეფნები რაღაც საუბარი სისუფთავე იყო მე გავიცანი ბატონი თამაზი მან ძალიან ბევრი ციფრი და ფაქტი მომაწოდა მაგრამ რაც მე აი ვიღად რო ვთქვა ცოტა დამაფიქრა ბატონმა ბაჩო ახალაია მითხრა რომ ეს ორ წელიწადში 14000 პატიმარი აესებ პირობებში იმუშავებს. მე ნახე იქ გავიყრი და გია აი საპერ ფარაშოები იყო ისეთი კარგად მოწყობილი მეგონა რა სასწავლო კომპლექსი გაწყობას იყო ყველაფერი თუკი მოინდობას რა ხელისუფლება ეს პოზიტივია გეთანხმებით ეს ეს არის პოზიტივი მე ხა კადრები ვნახე ესეთი თქვენი ჯერა მე იცი თქვენ და გარდა ამისა კადრებიც ვნახე და მართლა ვიზუალურად მომეჩვენა რომ იქ ყველაფერი და ციხში იყო მაგრამ რა არის ეს ციხე მაინც არის ციხე ხო და როდესაც იქ უსამართლოების ადამიანი ოქროს ძალის თემაზე მივდივარ აი ზუსტად აი აგაშერეთ უერთი ზუსტად ეს გინდოდა აი შეიძლება გარეგნული პირობები შეიქმნას ისეთ რომ ახალ ანექსებოდეს და გააუსაზრისი არ იყოს რაღაც ციხე თავისთავად დამწუნელი არის კი აი მასაკა მე გამიკვირდა მე არ ვიცნობდი ბატონ ახალაიას ეს გავიცანი და კმაყოფილი ვარ და მადლობელი ვარ რაც მე იქ დავათვალიერებ პირველად აი რა უკანასკნელად ვიყავი ნიშნა რო იყო იმისი იუსტიციის მინისტრი მაშინ ვეუბაშვილმა დამირეკა პატიმრები დავიჭირეთ ის გარბოდაო და მაშინ მივედი ოთაჭალის ვიზაში და რაც მე იქ ნახე იყო საშინელება იმის რაღაცა არის მაგრამ მე ნიშნა რა იცით გარეგნულად შეიძლება მოწესრიგდეს ყოფა და ის მაგრამ ახლა პარლამენტარებიც მოდიოდნენ და შეიძლება ესეთი კანონმდებლობა ესეთი კოდექსი და სისტემატიზმი ტოტალურად ხალხი ციხეში მიდის. შესაძლებელია ყველაფერი. მე შალარამიშვილზე მინდა ისევ დავბრუნდე და ცოტა არის ახლა ხო ბატონმა ბაჩო ახალაია მითხრა 14000 პატიმარი ამ პირობებში იქნება. დღეს 20000-ია. ეგ ის 6000 რო ორ საუბრობენ 4000 ჯურმულებში იქნება. მე ვკითხე რატომ გაქვს აი ამდენზე გაწვენეს ეს ხო სახელმწიფო პროგრამა არის. ამას მთავრობა ბიუჯეტიდან თანხებს გამოყოფს. რომ 14000 პატიმარი აი ეს კარგ პირობებში იყოს როგორც გზაში არის. კვება არის გია მასაგებინებით მე შემშულდა მე სამზარეულოში შემიყვანეს და კერძები მაჩვენეს ნიკალოზე არა ნაკლები დემონებით იყო. მე ეს გაგრძელდება და ნამდვილად ესე არის ახლა მეცავს კითხე კარტოფილის ცელებსაც კითხე სისტემატურია მეთქი და მრავალფეროვნება მაგრამ რა მინდა ვიცი ეს მაუწერს მე სახელმწიფო რატო არ უბრუნდება იმ კრიტერიუმს რა კრიტერიუმით ევროსაბჭომ და ევროკავშირმა ესე ვთქვათ განაწესა რომ რაღაც კოეფიციენტები არსებობს 5 თუ 6000 პატიმარი არის საქართველოს ხელა ქვეყნისათვის კოეფიციენტი რატომ აი მიდის სახელმწიფო დასკვნისკენ
14,000 პატიმარის რომ იყოს ბევრია საქართველოს. რა არის ეს ეხლა რამიშვილების აი წილმან ავარიაზე სიტუაცია არ უნდა ჯარიმა გადაახტევინე კომპენსაცია გადაახტევინე და არ უნდა ისმენ ბევრია ციხეში ეს ამისია დეკორატიული რაღაც არ პირველ მოხლეს ითვალის თქვენ ახლა შეეხეთ ძალიან დიდ პრობლემას და მრავალპლანიან პრობლემაა ეს არის რაც ქურის მასთან აღმოჩნდა ეს არ არის მარტო ციხეები აი თქვენ რაც ახსენეთ ამ დაწკუნის მანქანის ერთი ნაწილია მხოლოდ ხო გარდა ამისა ეს ტექნოლოგიურად ძალიან მრავალპლანიანი, მრავალსახეობრივი ოპერაციაა, ესე რომ ვთქვათ, ხო? ამაში შედის დაუშვათ იგივე ბიზნესმენების დაშინება, იგივე ადმინისტრაციულად იქ სხვა ფინანსური ინსტიტუტების მუშაობა და ჩვენ ნახეთ ამის ცოტა ხნის წინ გამოვლინება, როგორ შეუძლიათ აკაჩუნეთ დღესთან ისე დაკაჩუნ და მე იქ ვიღაცას თითი გაუქმნიან რომ შენ პური ძვირად არ გაყიდო ზარალზე იმუშავე და დღეს არც ერთმა პურის ესე რომ ვთქვათ, მცხოვრებელმა კომენტარი არ გააკეთა. ანუ დაწვრთნის მექანიზმები, დაწვრთნის ინსტრუმენტები არის ძალიან ბევრი. გარდა ამისა, ჩვენ მუდმივად საუბრობთ იმაზე, რომ რიგითი ქართველი არის გაკუთრების რეჟიმში, ხო, დღეს, ანუ მისი შემოსავლებს ბევრად უფრო აჭარბებს მისი ხარჯები. და ესეც გარკვეული ტექნოლოგიაა, ესეც სიღარიბის ზღვარზე ყოფი ადამიანის მართვა საარჩევნოდ და მისი ყიდვა ჩვენ სულ საუბრობთ რომ 10 ლარად და 5 ლარად გაიყიდნენ ადამიანები საარჩევნოდ ხო? ბევრად უფრო ადვილია, იმიტომ რომ თვითკმა საშუალო ფენა შენ ამას ვერ აიძულებ. ეხლა მე თანამტკენთან წამოვიდოდი, შემხვდა ერთი ადამიანი, ჩემი მეზობელი, რომელსაც ადრე არ ვიცნობდი, ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი გულის ტკივილი გამოთქვა. ანუ ადამიანი არის ავად არის, რაღაც ქრონიკული ავადმყოფობისში და მე საუბრობ მედიკამენტებზე. ანუ ერთის მხრივ ხელისუფლება მუდმივად ლაპარაკობს, რომ მედიკამენტები არ ძირდება იქ დღეს გამოიყვანეს ერთ-ერთ ეკონომიკურ გადაცემაში, რომ იქ 20% გაიზარდა ჩვენ 18%, მაგრამ აი წარმოიდგინეთ ადამიანს, რომელსაც არ აძლევს შემოსავალს. კი ბატონო, მედიკამენტი შეიძლება ჩვენი ამოცანა სადაც ისეა, რომ მედიკამენტი ღირდეს იაფი. ჩვენი ამოცანაა, რომ მუშაობდეს სადაზღვევო სისტემა, როგორც მსოფლიოში, რომელიც იხდის შენი მკურნალობის ხარჯებს საბოლოო ჯამში და რაც თავარია შენ გქონდეს იმის საშუალება რომ იყიდო მედიკამენტი. მედიკამენტი ეს ხომ არის სიცოცხლის საშუალება. აღარ არის ლაპარაკი მხოლოდ კარგ ცხოვრებაზე, ჭამათმაზე. ეს არის ელემენტარულად ის რომ შენ თუ ეს მედიკამენტი არ მიიღეს, შენ შეიძლება დაუშვათ სიცოცხლის საშიშ ანუ და როდესაც ადამიანს არ აქვს წამლის ყიდვის საშუალება, ქრონიკულად დაავადებულ ადამიანს ეს ნიშნავს რომ ქვეყანაში უკვე რაღაც კატასტროფული ვითარებაა ხო? აქედან გამომდინარე კომპანიებიც ეს ფარმაცევტული კომპანიები რაღაცას საუბრობენ იქ 20%, 18% იქ რეალურად როდესაც დოლარის კურსი ქვემოთ მიდიოდა, მიუხედავად ამისა, მედიკამენტები არ იავსებოდა, ეხლა გაიზარდა, ეხლა გაზარდეს, როდესაც სტაბილური იყო, მაშინაც იზრდებოდა, ანუ სულ აბსურდამდეა ეს ყველაფერი. ეს ახლა გია მაგათია, თერა რეკლამაზე უნდა გავიტეთ, თორემ დაგვაჯარიმებდა, რეკლამა ჩვენს ეთერში და გავაგრძელებთ ორთოს საუბარს. Abadogya, შემიძლია იმ თემას არ მივუძრებია, რითაც ბალატონ რამასთან გუშინ საუბრობდი, მოდით აი რეალურად თუ შევხედავთ, ашკარად იგრძნობა აი დეფიციტი თუ რაღაცა ისეთი, რომ საზოგადოებას გააჩნდეს რესურსი, რომ თავად მოახდინოს გავლენა პროცესებზე, ყველაზე მთავარი ჩვენი პრობლემა 15 თუ 16 წლის მანძილზე ის იყო, რომ საზოგადოებას სხვა რაღაცა სურს, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს გარკვეული ეგოისტური ამბიციები გააჩნიათ და არ ემთხვევა ეს ყველაფერი კოლიზიაში მოდის და შემდგომში რხევებით სრულდება. ეხლა გვაქვს მევთიქო ძალიან საინტერესო შანსი, რომ ჩვენ რაც შეიძლება მკაფიოდ და გამოკვეთილად გულისხმობ ქართულ საზოგადოებას დაუფიქსიროს ყველას და კატეგორიულად მოსწონს ყველა ძალას, რომ საზოგადოებრივი აზრი დათვალისწინებული იქნას, საზოგადოება გახდეს თანამმართველი პროცესებისა და ხელისუფლების გამკონტროლებელი. ამის ჩამოქმნის ფაზაშია ჩემი აზრით ეს საზოგადოება, რადგან ეს ეხმას იმაღლებს იგივე ორი ქალბატონი შაბათ სწორედ არასდროს მაბადეებს ამაზე საუბრობენ. რატო არ უნდა გქონდეს ჩვენ საზოგადოებას გაცხადებული, ესე ვთქვათ, მოთხოვნა, რომ არც უნდა 20,000 პატიმარი არ იყოს და ამას გქონდეს გამოხმაურება, რეზონანსი და ხელისუფლება რეალურ
კომპრომისებზე წავიდეს. Ძალიან იგივე მე მასთან მიკვეს გია ბატონო, რატო არ იმაღლებენ ბიზნესმენები სოლიდარულად ხმას იმაზე, რომ აი ესეთი წინასწარ დაღუპავს არამარტო ბიზნესს, მთელ ქართულ ეკონომიკას. აი ჩვენ ადვილი ლუკმა ვხდებით, მე ძალიან სულ პერსპექტივას უყურებ, ჟირინოვსკის პერიოდს გავიკითხე საერთოდ დამთქუნა ამ ადამიანმა, მოდის რაღაც უცნაური მესიჯები რუსეთიდან